ბატონებო და კალბატონებო ასოცირდება იმასთან, რომ 2008 წელს ჩემი მეგობრები, რომელიც ჩამიხოცეს, შემდეგ 8 ჩინოვნიკი, სამხედრო ჩინოვნიკი პუტინმა დააჯილდოვა ამ ლენტით. ხო და ბატონებო, ჩემო კარგებო, მე მინდა გავმიჯნო აბსოლუტურად ეს ლენტი და პირდაპირ მას მევეძახი ოკუპაციის, სისხლის და უკრაინაში რაც ხდება, აქაც ლენტი ფრიალებს, ყირიმშიც ეგ ფრიალებდა. მე სიურპრიზი მაქვს თქვენთვის, ჩემო კარგებო, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ნება, ჩემი პოზიცია, ჩემი კანონისმიერი ნება, მე მინდა სიურპრიზი მომზადო. ეხლა ვენახავთ, თუ შეიძლება დამეხმარე. კი, თქვენი ხმა ისმის ისედაც. ეს არის ლენტი, ზოგიერთებისთვის მისაღები, ზოგისთვის მიუღებელი, ხო? ეს ლენტი არის ჩემი და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლო. აი ესე დაიწვება ყველა ვინც საქართველოს სუვერენიტეტს შეეძლებს. ეხლა ხარ ეხლა დაიჭირე. ჩვენ ის ბატონი არ ბრძანდებით რუსეთის საზეგრძელოს ღეში ორჯერ უნდა დამელია. მე და თქვენ სამჯერს არ დასალებ თუ საჭირო ჩვენ დავლიეთ, ჩვენ დავლეთ საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენ დავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობის, გაძლიერების და ევროასociaციის სისტემის საზეგრძელოს. ეს არის გარდაუვალი და ჩვენ ახლა მარტო საქართველოს. საქართველოს ვარ ჩვენ, საქართველოს არის ეს დემაგოგის კარგად ძანდებოდი. კარგი, ფოტოგრაფიისთვის თავი დაანებეთ ჩვენი ქვეყნის დრონდემდე ერთი წამით. არა, დემაგოგებს და არამზად. რა, ერთი წამით, ბატონებო, კარგი იდეოლოგები არიან, შეიძლება დიდი ბოდიში